Martos y
მადლობას გადაგიხდით ღონისძიებაში მონაწილეობისთვის თითოეულ თქვენგანს, ორგანიზატორებს, სტუმრებს და სასიამოვნო და საუკეთესო დღეს გისურვებთ. ახლა კი ნება მიბოძოთ რამოდენიმე წუთი მილოცვებს დავუთმოთ და პირველ რიგში მიკროფონთან ვთხოვო გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეს ბატონ თამას შიოშვილს. გთხოვთ ბატონო თამას. მოგესალმებით სტუმრებს, მასპინძლებს და მოგილოცავთ დიდი ქართველის იაკობ გოგებაშვილის დაბადებიდან 195 წლის იუბილეს. ძალიან მოხარული ვარ და მადლობა მინდა მოწვევისთვის მოუხადო, რომ ვესწრები და მაგ საშუალება დღევანდელ ერთ-ერთ მნიშვნელოვან ღონისძიებას დავესწრო. ალბათ დამეთანხმებით, რომ ჩვენს მუნიციპალიტეტში მცხოვრები ადამიანებისთვის ძალიან საამაყოა ის, რომ იაკობ გოგებაშვილი იყო ჩვენს მუნიციპალიტეტიდან და კონკრეტულად ცხოვრობდა და მოღვაწეობდა სოფელ ვარიანში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და მე ვამაყობ მისი ღვაწლი, მისი შემოქმედება ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი განათლების სისტემისთვის არის ფასდაუდებელი და კიდევ ერთხელ განმეორდები, რომ ეს ნამდვილად საამაყოა ჩვენთვის. ძალიან სასიამოვნო, როდესაც ჩვენ ხედავთ ჩვენი პატარები იღებენ იმ პერსონაჟებს, რომელიც შექმნა იაკობმა და მინდა ჩვენს პატარებს ჯანმრთელობა უსურვო, პირველ რიგში წარმატება უსურვო. ასევე მინდა ვისარგებლო დღევანდელი დღით და მოგესალმებათ ხვალე 27 ოქტომბერს არის მასწავლებელთა დღე, რომელიც ასევე დაკავშირებულია იაკობ გოგებაშვილის დღესთან, იუბილესთან. მინდა ჩვენს მასწავლებლებს მიულოცო თამათი დღე, ეს არის ყველაფერი თუ რამე არსებობს, ალბათ საუკეთესო თქვენთვის მემეტება, იმიტომ რომ თქვენ ხართ ადამიანები, რომლებიც ფაქტიურად გვიზდით შვილებს, ასწავლეთ იმ სოდნა განათლებას აძლევთ, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის წარმატებისთვის და განვითარებისთვის. ასე რომ დიდი მადლობა და კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას. დიდი მადლობა. ახლა კი მიკროფონთან ვთხოვ გორის მუნიციპალიტეტის მერის კულტურის სამსახურის ხელმძღვანელს ქალბატონ ლელა მაისურაძეს. მოგესალმებით ვირფასო სტუმრებო, ქალბატონებო და ბატონებო. ყველას დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ მობრძანებისთვის. დღეს აღნიშნავთ წერლის საზოგადო მოღვაწის დიდი იაკობ გოგებაშვილის დაბადებიდან 185 წლის იუბილეს და ეს თარიღი ყოველწლიურად 27 ოქტომბერს მის მშობლიურ სოფელში ყოველწლიურად აღინიშნება სახალხო დღესასწაული იაკობობა. იაკობი ძალიან ბევრს შრომობდა და მუშაობდა იმისთვის, რომ სახალხო განათლების საკითხებზე დაკავშირებით ის ეხმარებოდა შეჭირებულ სტუდენტებს, მოსწავლეებს, მწერლებს და დღესაც მისი შექმნილი სახელმძღვანელოთი სწავლობენ სკოლებში დედაენა. მე დიდი მადლობა მინდა გადაუხადო გორის საგანმანათლებლო რესურს ცენტრს ესეთი აქტიური ჩართულობისთვის ამ ღონისძიებაში. დიდი მადლობა მინდა გადაუხადო დღეს წარმოდგენილ ყველა საჯარო და აქ არიან კერძო სკოლა წარმოდგენილი, მეცნიერებათა სკოლა და უსურო წარმატებები მათ თავის საქმიანობაში. მადლობა ქალბატონ ლელას. ახლა კი მიკროფონთან ვთხოვ გორის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის ხელმძღვანელს ბატონ გია ბერძნიშვილს. მოგესალმებით თვითფასო სტუმრებო, მოგესალმებით მოსწავლეებო, მასწავლებლებო და ყველა
თითოეულ ადამიანს, რომლებიც დღევანდელ დღეს აქესწრებით ამ ლამაზ და შესანიშნავ ღონისძიებას. იაკობობა ერთ-ერთი გამორჩეული, ერთ-ერთი ულამაზესი დღესასწაულია ჩვენს დღესასწაულებს შორის. ვახსენებთ იაკობს და იმ წუთშივე წარმოგვიდგება დედაენა. იმ წუთშივე წარმოგვიდგებიან ჩვენი პატარა ანგელოზები, რომლებიც პირველად ეუფლებიან დედაენის სილამაზეს და იმ დიდ სითბოს და სიყვარულს, რომელიც ჟღერს აი ამ ორი სიტყვიდან დედა ენა, აი ია. ეს არის ყველაზე ამაღელვებელი. მინდა მიულოცო პატარებს, მინდა მიულოცო ჩვენ მასწავლებლებს. დღევანდელი დღე განსაკუთრებით ლამაზი არის. აი აქ ამ ძირძველ ქართულ მიწაზე, ვარიანი ასოცირდება იაკობთან და გაუთქვაკიდებათ სახელი დიდმა იაკობმა აი ამ ჩვენ ლამაზ სოფელს. მინდა მოგილოცოთ სულ ყველას და როგორც ბატონმა თამაზიმ აღნიშნა, ხვალ არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ღირსშესანიშნავი თარიღი, როდესაც მოხდება ჩვენი პედაგოგების, გამორჩეული პედაგოგების, გამორჩეულებიდან გამორჩეული პედაგოგებს შორის დაჯილდოება. იმედს ვიტოვებ, რომ ტრადიცია გაგრძელდება და ბოლო 2 წლის განმავლობაში ჩვენი მუნიციპალიტეტის მასწავლებლები იყვნენ ყოველთვის წარმატებულები და ჯილდოვდებოდნენ და იმედია, რომ წელსაც იგივე იქნება. მინდა კიდევ ერთხელ მოგილოცოთ და გისურვოთ ყველას წარმატება. დიდი მადლობა ბატონ გიას. მიკროფონთან ვთხოვ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს ბატონ ალექსანდრე მღებრეშვილს. მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო. ბედნიერი ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა მონაწილეობა მივიღო ამ ძალიან ლამაზი და ძალიან მნიშვნელოვანი დღის აღსანიშნავ გახსნის ცერემონიაში. დღეს განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი დღეა, განსაკუთრებულია იმ თვალსაზრისით, რომ დღეს 185 წელი შესრულდა დიდი იაკობის დაბადების დღიდან და ეს გამორჩეული თარიღია, გამორჩეული მნიშვნელობის დღე არის ყოველთვის ვარიანში, იმიტომ რომ ამ ადამიანმა შესაძლებლობა მოგცა ქართველი კაცი ზიარებოდა დედაენას, შესაძლებლობა მოგცა ჩვენი ეროვნული იდენტობის გაღრმავებისა და განვითარებისა და რაც მთავარია, ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა, ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეგვატანინა სოფლიო კულტურის ისტორიაში. ამდენად ეს დღე ყოველთვის გამორჩეული და განსაკუთრებულია ხოლმე, მაგრამ დღეს განსაკუთრებით მიხარია ის ამბავი, აი ამ ფუსფუსს რომ ხედავ აქ წინა წლებთან შედარებით დღეს ორმაგად მეტი სკოლაა წარმოდგენილი, ორმაგად მეტი მონაწილე არის მობრძანებული და ხალხმრავლობა ამ მოედანზე. ისე რომ ეს იმედს გვიტოვებს და იმედს გვაძლევს იმისას, რომ ჩვენ ძალიან სწორ გზაზე ვდგევართ და ჩვენ მივდივართ განვითარების გზით, სწორი გზით და ეს მომავალი ჩვენი იმედიანი დღეა. მომავალი იმედიანი დღე იმისა, რომ ხვალ კიდევ უფრო კარგი იქნება და ზე კიდევ უფრო კარგი იქნება. წეგარ რესურს ცენტრის უფროსთან ვსაუბრობდი ამ საკითხზე და მითხრა, რომ კიდევ უფრო მეტი მსურველი იყო, მაგრამ მომავალი წლები კიდევ უფრო გრანდიოზული და მასშტაბური იქნებაო და მე ვფიქრობ, რომ ეს მართლაც ასე იქნება. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა უთხრა თითოეულ მობრძანებულ სტუმარს, თითოეულ იმ ადამიანს, ვინც თავისი წვლილი შეიტანა დღევანდელი დღის ორგანიზებაში, ვინც თავისი წვლილი შეიტანა და დაამშვენა მონაწილეობით, თავისი მონაწილეობით. უბრალო ადამიანებს, საზოგადოების წარმომადგენლებს, რომლებიც გამოძებნეს დრო, მონახეს დრო, მობრძანდნენ, აქ არიან და იზიარებენ დღევანდელი დღის სიხარულს. მინდა თითოეულ თქვენგანს გისურვოთ კიდევ ერთხელ გითხრათ დიდი მადლობა, გისურვოთ წარმატებები, მხნეობა და ჯანმრთელობა. მადლობთ. დიდი მადლობა. ახლა კი მიკროფონთან ვთხოვ ტურიზმის განყოფილების ხელმძღვანელს ბატონ რობერტ მაღლაკელიძეს. მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო. დღეს ძალიან ლამაზი დღეა. ტრადიცია გრძელდება სასახელოდ. ტრადიციულად დღეს კიდევ ერთხელ შევიკრიბეთ ამ ულამაზეს ადგილას, სადაც დიდი იაკობი ცხოვრობდა. სოფელში, რომელიც თავის მხრივ განთქმულია თავისი სახელოვანი ადამიანებით, თავის საქმიანობით. მე ნება მომეცით მოგილოცოთ დღევანდელი დღე და მიულოცო ყველა პედაგოგს ხვალინდელი დღე. შემთხვევით არაფერი არ ხდება. აი ამ ლამაზ ღონისძიებების ორგანიზებაში ჩვენი თქვენად და თანადგომაში დიდი წვლილი მიუძღვის შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციას, გორის მუნიციპალიტეტის მერიას და რესურს ცენტრს, რომლის
მეშვეობითაც დღევანდელი ეს ღონისძიება განხორციელდა გორის კულტურის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს და თითოეულ საჯარო სკოლის ხელმძღვანელს, თითოეულ საჯარო სკოლის ყველა პედაგოგს, ყველა მოსწავლეს, მშობლებს, ყველას უღრმესი მადლობა, მრავალ იაკობობას დაესწარით. დიდი მადლობა ბატონო რობერტ. ახლა კი მიკროფონთან ვთხოვ საქართველოს პარლამენტის წევრს ბატონ გიორგი სოსიაშვილს. ვთხოვთ. მოგესალმებით ყველას. მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე. იაკობი არის ჩვენი ეროვნული ცნობიერების საყრდენი. და თუ ვინმე გადაარჩინა ქართული სული, ქართული ენა, ქართული ცნობიერება და მოგეხსენებათ მე-19 საუკუნეში როგორი შტურმი არსებობდა აი ამ ყველაფერზე, ერთ-ერთი მთავარი მესაჭეთაგანი აი ამ ბრძოლაში 60-იანელებთან ერთად თავისთავად ცხადა იყო დიდი იაკობ გოგებაშვილი და რაოდენ საამაყოა რომ აი ამ წიაღიდანიშვა ეს კაცი ვარიანში დაიბადა, ვარიანში გაიზარდა და შემდეგ საკუთარი თავი მიუძღვნა სამშობლოს და ქართული ენის გადარჩენას. წარმოვიდგინოთ რო არ ყოფილიყო მისი ცხოვრება და მოღვაწეობა, რო არ შეექმნა მას ქართველი ახალგაზრდებისთვის ეს მარადიული მარგალიტი დედაენა, ჩვენ ძალიან ბევრი რამე გვაკრდებოდა და ძალიან ბევრი რამე დააკრდებოდა ჩვენს მომავალთაობებს. მინდა თითოეულ თქვენგანს გისურვოთ ისეთ საქართველოში ცხოვრება, ისეთ ქართულ გარემოში ცხოვრება, როგორცაც დიდი იაკობ გოგებაშვილი ნატრობდა და ყველაფერი საუკეთესო. მე დარწმუნებული ვარ, რომ მისი ნაღვაწი, მისი ნაკალმარი, მისი ნააზრევი გაწუდება საუკუნეებს, ისევე როგორც ჩვენ დიდი წინაპრების ღვაწლი და შრომა. კიდევ ერთხელ გილოცავთ თითოეულ პედაგოგს, თითოეულ მოსწავლეს, თითოეულ სკოლას, იმიტომ ეს არის პედაგოგიური საზოგადოების ზეიმი და გისურვებთ წარმატებებს. დიდი მადლობა. მიკროფონთან მინდა ვთხოვო გორელ მწერალს ბატონ ჯემალ ინჯიას. ბატონო ჯემალ, გთხოვთ. მოგესალმებით. გილოცავთ ლევანდელ იაკობობას ერთი ჩემი პატარა ლექსი. 1 სექტემბერი. დღეს ეს წიგნი ჩაიდება არა ნოეს კიდობანში იაკობის დედაენა ტყავის ჩანთავ შვიდობაში თოჯინებს რომ დაეთხოვა შედის ბავშვი დიდობაში საქართველოს სამომავლო ზურგო ჩანთავ შვიდობაში ჩვენ სამშობლოს აუწოდელ ოქროდუღის თითო ბავშვი სკოლა კარი გახსენიდა ეს ბავშვები შვიდობაში. დიდი მადლობა. ახლა კი მიკროფონთან ვთხოვ შიდა ქართლის, ცხინვალისა და ახალგორის მწერალთა კავშირის ხელმძღვანელს ბატონ დავით ახლოურს. მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო და მოგილოცავთ დიდი პედაგოგის გოგებაშვილის დაბადებიდან 195 წლის თავს. ბატონმა გიორგიმ აღნიშნა წეგან რომ ძალიან რთულ პერიოდში მოუწია იაკობს და 60-იანელებს მოღვაწეობა იმ დროს, როდესაც საფრთხის წინაშე იდგა ჩვენი ენაც, ჩვენი სარწმუნოებაც, სახელმწიფოებრიობაც, სიტყვა საქართველოს ხსენებაც კი აკრძალული იყო და მაშინ ისტორიამ გამოუხმო თავის წიაღიდან, ერმა გამოუხმო თავის წიაღიდან დიდებულ ქართველებს, რომელთა შორისაც თავისი თვალსაჩინო ადგილი უკავია დიდ პედაგოგს, წერარს, მეისტორიეს, იაკობ გოგებაშვილს, რომელმაც თავისი დედაენით უკვდავი ძეგლი დაუდგა ჩვენ სახელმწიფოებრიობას, ჩვენს ეროვნულ ცნობიერებას, როგორც მიხეილ ჯავახიშვილი ბრძანებს, სულ უბრალო სოფელს მაშინ გაეთქმება სახელი და მაშინ გახდება ცნობილი, როცა იქ დიდი ბრძოლა მოხდება, ან დიდი ადამიანი დაიბადებაო და აი ამ სოფელში სწორედ ასეთი დიდი გამორჩეული ადამიანი დაიბადა და დღეს ყველა ქართველისათვის არის სათაყვანო და სანუკვარი ადგილი, ვარიანი, ეს ძვირფასი ადგილი, ღვთაებრივი ადგილი, სადაც ეს ღმერთკაცი მოღვაწეობდა. დიდი სიყვარულით, პატივისცემით, აი ამ კაცისადმი განსაკუთრებული მადლიერებით დაიწერა ჩემი ვარიანის ისტორია, რომელიც სულ მალე იხილავს მზის სინათლეს სახლ-მუზეუმის დირექციის თანადგომით, დახმარებით და რაც ყველაფერი გავაკეთე იმისათვის, რომ შექმნილი იყოს სრულყოფილი ისტორია ვარიანის და უძღვნა მას გოგებაშვილს და მისი დაბადებიდან 195 წლის თავს. ღმერთმა ინებოს, რომ გვევლოს მარადიულად იაკობის გზით
და აი ამ მომავალთაობას, რომელიც აქ არის დღეს შეკრებილი, იაკობის და ილიას და აკაკის გზით ევლოთ ყოველთვის. კიდევ ერთხელ გილოცავთ და მრავალს დაგვასწროს უფალმა ასეთ მნიშვნელოვან დღესასწაულებს. დიდი მადლობა. მიკროფონს ავთხოვ გორის მწერალთა სახლის წარმომადგენელს ბატონ ნოდარ მდინარაძეს. გთხოვთ ბატონო ნოდარ. მოგესალმებით ჩვენებურებო და ჩემიანებო. გილოცავთ დღევანდელ დღეს. მიხარია რომ ტრადიცია გრძელდება და ყველა დღესასწაული რომელიც ჩვენი ქვეყნის სიამაყეს წარმოადგენს წარსულის და მომავლის იმედით მინდა აი ამ დღეს ერთი პატარა ლექსით მოგეფეროთ და მივეფერო მის სულს რომელიც აქ ტრიალებს და რომელიც ყველა ქართველის გულში ისადგურებს და ადგილს ნახულობს. მინდორში იებს თვალს შეავლებს ბრძენი მწერალი სადაც წყარონი მტკვარს და ლიაქვს ხوertდებიან. ყაყაჩოს მელნით მოხატული ასო ბგერანი ქართული ენის დასაცავად ამხედრდებიან. გაიღვიძებენ მიძინებულ ვაზის ყლორტები გაზაფხულდება და მერცხლებით მოფრინდებიან. ანიც და ბანიც მიყოლებით როგორც ნოტები ქართული ენის საგალობლად აჟღერდებიან. დგას საუკუნე უცნობი და ზღვარგადასული თვით უძლეველნიც ერთ დროს მყოფნი სადღაც ქრდებიან. 33 შეფიცული ჯვარდასახული ქართული ენის ქართულ გენის მცველად რჩებიან. გილოცავთ, გაიხარეთ. დიდი მადლობა ბატონ ნოდარს თითოეულ გამომხსნელს. კიდევ ერთხელ გილოცავთ საუკეთესო სურვილებით და წარმატებულ და ბედნიერ დღეს გისურვებთ. მადლობა რომ ხართ მონაწილეები. იაკობი ვირსია რომ მას ქართველმა ხალხმა სიცოცხლეშივე ძეგლი დაუდგას. იაკობი ილია ბრძანებდა ასეთ რამეს, როდესაც იაკობმა დედაენა ხალხის სამსჯავროზე გამოიტანა. ჩემი აცცანით ყოველმან მას ვაქებ, რაც ამიქია დედაენა მიჩსახელად არ თავი გამიქიქია. ხოლო გრიგოლ აბაშიძე ბრძანებდა დედაენის დაწერით იაკობმა
არც ერთ ქართველს არ გაუკეთებია ისეთი დიდი საქმე, რაც იაკობმა გააკეთა დედა ენის შედგენითო. სიკვდილის წინ იაკობმა ანდერძის ყველა მოქმედ საზოგადოებას, ქართველ თუ არა ქართველს, ყველას დაუტოვა თანხა. თვითონ კი დაკერებული პიჯაკით და დაკერებული ფეხსაცმელით დასაფლავდა. აი ასეთი დიდი ადამიანი იყო იაკობ გოგებაშვილი და სანამ ქართველი არსებობს, მანამ ჯერავს და მწამს, რომ იაკობს არავინ არ დაივიწყებს. ეხლა მე თქვენ წარმოგიდგენთ ჩემს მეგობარს, ჩემს კოლეგას და ჩვენს ყველასათვის საყვარელ გიორგი კალანდიას. მოგესალმებით მეგობრებო, დიდი პატივია ჩემთვის თქვენს წინაშე წარსდგომა, იმიტომ რომ აქ არის მართლა გამორჩეული საზოგადოება შეკრებილი. გილოცავთ დღევანდელ დღეს იაკობ გოგებაშვილი არის მართლაც ქართველი ხალხისათვის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნიშანსვეტი, ორიენტირი, რომელზეც ყველა ჩვენთაგანის ცხოვრება, ცხოვრების წესი თუ ცხოვრების პრინციპები უნდა გასწორდეს. გილოცავთ დღევანდელ დღეს, გისურვებთ სიკეთეს და ბედნიერებას. მე ძალიან მიყვარს აქაურობა, მას საოცრად კარგი ხელმძღვანელი ყავს ქალბატონი ნათიას სახით, რომელიც აქ თითოეულ ქვას, თითოეულ ბალახს, თითოეულ დეტალს დიდი რუდუნებით უვლის და ძალიან მიხარია, რომ ყველა თქვენთაგანი აქ არის, ამდენი ხალხი აქ, ეს იმას ნიშნავს, რომ იაკობ გოგებაშვილი მისი საქმეები ცოცხალია და მომავალშიც ეს მომავალი თაობა ამ დიდი ადამიანის ხსოვნას შეინახავს. გილოცავთ სიკეთეს და ბედნიერებას გისურვებთ. იყო ერთი ზარმაცი ერთხელ თქვა მოდი ბეჭდობენ ხავს გამოვიდა სამში და გამოვიდა თან წიგნიდან გამოვიდა სოფლის მოედანში ჩაკუჩი
თომეთის შემომხედეთ და ბეჯის ციგნი უკუღმა იყო. არ კითხულობდა და შეკუილად იცქირებდა. მალე ძილი მოერია და თავს ასკილივი თამბობდა. ამ დროს მეზობლის ხალხები ზვაგულზე და წვერის ჩანჩარში ეთმობიდან გარეთ გამოვიდა. გეგოს თავის კანონს დაინახა ხასებონა წინააღმდეგ მიწყო. გამოიტანა სულში ხები დაეჯახა პირამალა გადაანიშნა და დაუჯექი გვერდზე დაუჯექი. მადლობა. ატონოგია მასპინძელი ჯოხა. მოგზან, ოძანიც. მარიკო დაიწყე. ეგდოლოს გიხსნა. უკანა მხარეს რომ გადაიწიოთ ძალიან ბევრი ცეკვის ნომრები გვაქვს და ფიზიკურად ვერ შეძლებენ ბავშვები ცეკვას. მადლობა.
Thank you.